არ გავწელოთ მეგობრებო დრო და გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ვინაიდან მებრძოლები უკვე მზად არიან და ვერ ითმენენ როდის გამოვლენ რინგზე და მე უხმოდ პირველ მათგანს 37 კილოგრამ წონით კატეგორიის მებრძოლს კლუბიდან ფონიჭალა ანდრია ხორგუანი. მესამე წელი ისევე ბრუნდებით სანახაობას არ ვიცი მომკალით და მე მომწონს მათი ბრძოლები, მათი ტემპი და სხვათა შორის არ არის თავბოლო დარტყმების სერია და ხდება ანდრიას ამას დამტკიცებენ კიდევ ზეპაზრა სპორტული სხეული აქვს ანდრიას ანდრიას მეტოქე მებრძოლი ბათუმიდან Fight Club ნემიშიშის წარმომადგენელი გიორგი ბაქრაძე. მისი მოწინააღმდეგე გიორგი ბაქრაძე. მივესალმოთ გიორგის. ნახეთ როგორი განწყობა არის, ნახეთ რა მოძრაობები არის. ძალიან საყვარლები არიან და ამავე დროს ძალიან უკვე დასრულები ეს რო თქვა რა. წინებული ვარ საოცარ ბრძოლას მოგთავაზებენ. მაგათ განწყობას შეხედეთ, უბრალოდ შეხედეთ ამათ განწყობას. მეფერის დარიგებები მიიღეს. დაიწყება ახლა show time. კარგია, დავიწყოთ. რეფერი მისცემს ნიშანს და პირველი რაუნდი დაიწყო პირველი რაუნდი. ეს გადავიდნენ უკვე შეტევაზე ეგრევე. მოძრაობები შეხედეთ რა მოძრაობა. ოპა! რა მოძრაობები აქვს, ნახეთ რა ტაიმინგია. ნახეთ რა აი ცეცხლი კი არა, აქ უკვე კოცონი გიზგიზებს. საოცარია. არც ერთი ახლის თავს შეხედეთ. ორივე, ხან ერთი, ხან მეორე, აი წამიდან წამზე, ერთ წამზე ერთია, შეტევაში მეორე წამს მეორე. არც ერთი არ არის რომ გარბოდეს რომელიმე. როგორი აიცილა. ოჩა. კლინჩი შევიდნენ და ალბათ რეფერი დააშორებს კი ბატონო. აი იგივე ეს გაკეთება უნდა და ეხლა ოლდონს ოჩა კარგი ჯებით შეხვდა ეხლა კორპუსი თავი ძაღლდა ბაქრაძე წევს ხორგოანი პირველი რაუნდის 10 წამი სულ მალე დასრულდება. დასრულდა. აი რას ვამბობდი? გაცილებით. მეტად საინტერესო სანახაობა არის. ჩვენი ნორჩი პატარა ამ შემთხვევაში 37 კილოგრამ წონით კატეგორიაში მყოფი პატარების ბრძოლები ვიდრე ალბათ დამერწმუნების მაგრამ ამ შემთხვევაში ამათი ნეტავი ამათი ენერგია მომცა ყოჩა მაგრამ რაც მთავარია არის ტკივილის ბარიერი არის შეგრძნება არ აქვს ის შეგრძნობა რომ აი თქვა მეტკინა მიუხედავად ამისა რომ ჩაფხუტებში არიან კი ბატონო რაც არ უნდა იყოს დარტყმა შესაბამისად აი არ აქვს ეს დარტყმისგან მიყენებული ტკივილის ესე რომ თქვა შიში არა პირიქით მეორე რაუნდი საკმაოდ საინტერესო ბრძოლისა რეფერი მისა ნიშანი და დაიწყეს კარგია ეხლა გიო უკვე დაცულ პოზიციაში გადავიდა შავ ტრუსში კარგია ცოტათი უკან დაიხია ალბათ მისცემს იმის საშუალებას რომ მეტად
დაიღალოს თქვა გადაყაროს დარტყმები და მერე უკვე გადავიდეს შეტევაზე. რეფერიმ ახლა დააშორა ისინი, ცოტა არ იყოს დაღლა დაეწყო. ეს თორემ ხორგვანია. ორი ცოტა არ იყოს მეტად დაიყალნენ, მაგრამ არა ნახეთ. არ ჩერდებიან, სხვათა შორის რაც კუთხიდან დაშვებული ყველა რჩევას თითქმის ითვალისწინებენ. ამავე დროს როგორი შეგრძნება აქვს ბრძოლის, ბატონის, ტაიმინგის და როგორი კარგი სმენადობა აქვს და დაჯერება, სხვათა შორის ყველაფერს იმას ასაცოვნებენ, აკეთებენ. დაიღალნენ ახლა არა უჩას უცოტა დარჩა 10 წამი. ახლა გაჩერდა ცოტა ძნელია ამ ტემპში უკვე გრძელება. კი ბატონო, მეორე რაუნდი დასრულდა. ვაუ! მეორე რაუნდი დასრულდა. გიომ თავის თავზე გადაიბირა, გადაიწია მეორე რაუნდის ქულები. ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასება არის ესეთი, უფრო მეტად აქტიური იყო. ადგენენ ახლა მესამე რაუნდისთვის უკვე ემზადებიან. მესამე გადამწყვეტი რაუნდისთვის ემზადებიან ახლა მებრძოლები. რეფერი მოუხმოვე. ძოლს აჩა. პატივისცემაც გამოვხატეთ. კი ბატონო, დავიწყეთ მესამე ძალიან საინტერესო რაუნდი. ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებენ ამ წუთ ნახევარში უკვე ბოლო 56 წამია დარჩენილი მესამე რაუნდის დასრულებამდე. კარგად გადავიდა ახლა. ისევ რა კარგად ხდება უკვე ცოტა არ იყოს აი კარგი რჩევები მიიღო კუთხიდან. კარგი რჩევები მიიღო მებრძოლმა კუთხიდან. წითელ შორტში კარგი რჩევები მიიღო, ახლა კლინჩი შევიდა. ამით დარწმუნებული უფრო მეტად ისვენებს, აი დარტყმა აიცილა და თვითონვე დაარტყა. კლინჩი შევიდნენ, აი საშუალება იმისა, რომ დაიღონ მაურა, კარგად გადავიდა. ცრუ მატყუარა მოძრაობები იყო ახლა სპორტსმენისგან შავი შორტით. ახლა ისე კლინჩი არიან. უფრო მეტი ცრუ მანევრები აქვს ახლა მესამე რაუნდში. გასაგებია რომ ცოტა იყოს ძნელია ესე ვერ გააგრძელებ ყველაფერს. ბოლო 2 წამი და დასრულდა. შეტევაში დაასრულა ახლა გიომ. ეს მესამე რაუნდი. ნახოთ რას გადაწყვეტენ საჭთა კოლეგიის წარმომადგენლები. ძალიან ჩუმად ხარ ვართ ასეთი ბრძოლისთვის. ბიჭებმა ნახეთ დაიმსახურეს აპლოდისმენტები. მეგობრებო, სანამ საჯების გადაწყვეტილებას გაგაცნობდეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ ბრძოლაში ორივე მებრძოლი გამარჯვებულია. გასვადაშორის საჯებიც იზიარებენ ჩემას. ამ ბრძოლაში მეგობრებო. ფრე დასრულდა. უმაგრესი ბრძოლა და წარმატებები უსურვოთ ბიჭებს.
როგორც დიდ ლიგაში აქაც უნდათ გამოწვევის დაფიქსირება. აბა მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. გამატივის მაყურებლებს და ასევე დამსწრე საზოგადოებას, ვინც არ იცის, მე ვარ დემეტრე შულობერძე, Road to Gamas მებრძოლი და მე სამწუხაროდ დავმარცხდი ანდრიასთან, რომელმაც ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ეხაც კარგად იბრძოლა და ჩემთანაც კარგად იბრძოლა და ასე ვთქვათ, ან გარკვეული მიზეზების გამო დავმარცხდი, რამაც ასე ვთქვათ, მომანდომა რომ გამომეწვია რემაჩზე და იმედია დამთანხმდება ანდრეა რა. თანახმავა. face to face. Aha! Georgian Bullet! Andrea Khorgoanis წინააღმდეგ. ეთილი დავაფიქსირეთ გამოწვევა ჩვენი მატჩმეიკერების გუნდი სიამოვნებით დავამუშავებთ ამ ბრძოლას მე ფრიად დასიამოვნები ვარ დიდი მადლობა რომ მოყვებით გამა FC წერტილი TV-ზე დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ბრძოლებს მაისი კიდევ უფრო სასტიკი და დატვირთული იქნება სხვადასხვა შეჯიბრებებით დღეს კი სულ ეს იყო